ქვეყნის განვითარება შეუძლებელი არის დიდი დისპროპორციის მქონე ტერიტორიული ერთეულების განვითარებით. ის რაც კახეთისთვის არის მნიშვნელოვანი, შეიძლება აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყოს გურიის რეგიონისთვის, რაჭა-ლეჩხუმისთვის. ყველა რეგიონისთვის უნდა მოიძებნოს შესაბამისი განვითარების რაღაცა ის ნიშა, რომელიც საერთო წყვილს შეიტანს ქვეყნის განვითარებისთვის. ეს პროექტები და პროგრამები რამდენად ახდენს ზემოქმედებას მუნიციპალიტეტის თუ რეგიონების განვითარებაზე, ჩვენ ამის შეფასების ინსტრუმენტებიც არ აქვს. ყველაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ. ამას რესურსები სჭირდება. და სწორედ ამ შეზღუდული რესურსების პირობებში მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიამ გიჩვენოს, რომ კონკრეტულად დღეს სად ვართ და რა პრიორიტეტი გვაქვს. ინფრასტრუქტურის მოგვარება არის მხოლოდ და ნაწილი რეგიონული განვითარების. ეს უნდა იყოს ინსტრუმენტი იმ განვითარებისთვის. ჩვენ არ აგვაქვს ხელისუფლების დონე, რომელსაც შეუძლია რეგიონული განვითარების დოკუმენტები შექმნას, იმიტომ რომ ჩვენი რეგიონი არც იურიდიული პირია, მას არც უფლება ამოსულება აქვს რამე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტად მოიაზრებოდა მოქალაქეთა ჩართულობის და მონაწილეობის ადგილობრივ დონეზე. გლეხი ხდება, ის არის ძალიან პრაგმატული რა. რა თქმა უნდა. ის თუ ხდება იმას, რომ მისი ჩართულობით არაფერი არ იცვლება, მან არაფერი იცვლება, მაშინ ბოდიშა ლაყაფისთვის ის არ დადგება იმ კრებაზე. ეს უნდა გამხდარიყო საბოლოო ჯამში იმის საფუძველი, რომ მუნიციპალიტეტს უკვე სხვა პროექტების დაგეგმვის შემთხვევაშიც სწორედ ამ მოქალაქეთა ინტერესები და მათი ჩართულობით მომხდარიყო იგივე ამ პროექტების შემუშავება. ეს მითი რომ ქართული საფრთხე არ გვაინტერესებს და არაფერს მონაწილეობას არ გვიყოს, არის სრულიტყული. ამაზე უფრო ეფექტური გზა იგივე პროექტის იქნება, პროგრამის იქნება თუ შემდეგ განხორციელების არ არსებობს თუ რომ არა მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა. კი. რაც არ უნდა აუდიტი, რაც არ უნდა ზედამხედველი, რაც არ უნდა არ ვიცი ზევიდან ვიღაცა კურატორი დაუნიშნო ამ საქმეს, თუ მოქალაქეთა მონაწილეობა არ არის, ისეთი ეფექტური ვერ იქნება. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას თვითმმართველობებზე. ეს პოდკასტები დაფინანსებულია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. ჩვენ პოდკასტებში გამოთქმული აზრები გვაქვს ხოლმე ჩვენ და ის შეიძლება არ ემთხვეოდეს ჩვენი დონორების პოზიციას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რეგიონალური განვითარების საკითხებზე, როგორ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი ევროპის ქვეყნებში, სოფლის განვითარებაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის. ჩვენი სტუმარი არის ბატონი ოთარ გონჯარია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხებზე, მაშინ როდესაც იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში და რეგიონული განვითარების სამინისტროში, ახლა მუშაობს იგივე საკითხებზე UNDP-ის, ანუ გაეროს განვითარების სააგენტოს პროგრამებში. და ძალიან კარგად იცის ეს თემები, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ პროექტში და პროგრამაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მოგესალმები ოთარ. მოგესალმებით, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო საუბარი გავაკეთე. ეხლა წინ ვიდევს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ჩეხეთის პროგრამები, როგორ არის ეს სისტემა აწყობილი, რომ არსებობს ჩეხეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია, მერე ამ სტრატეგიის შესაბამისი პროგრამა, სამოქმედო გეგმა, შემდეგ სადაც-კარლოვის რეგიონის განვითარების სტრატეგია, მისი სამოქმედო პროგრამა და მერე უკვე ქალაქ სადაც-კარლოვის წლის განვითარების გეგმა, რომელიც ამ სტრატეგიების მიხედვით კეთდება. ეს არის საყოველთაო პრაქტიკა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც და ასე იგეგმება განვითარება, რეგიონების განვითარება ევროპაში, საქართველოში საუბრობთ წარმოდგენა გვაქვს ამ საკითხებზე. მგონია რომ ეს დოკუმენტები არის რაღაცა ბიუროკრატიის თამაში, აი ბიუროკრატია რაღაცით რო დაკავდეს, რომ რაღაცა დოკუმენტი უნდა შექმნა იმისათვის, რომ თქვა რომ ეს დოკუმენტი გაქვს. მოდი რეალურად რო შევხედოთ, შენ მრავალი ქვეყნის გამოცდილება იცი, მომიწია ამ სტრატეგიებზე მუშაობა და ნახვა იმისი თუ როგორ ხდება ევროპაში. თავიდან ჩამოვაყალიბოთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. აი რას აღწევენ აი ამდენი დოკუმენტის მიღებით და რატომ არის საჭირო რომ სწორად დაიგეგმოს, იმისაც რომ სწორად დაიგეგმოს რეგიონების განვითარება, რატომ არის აი ამის გაკეთება ყველაფრის საჭირო. საინტერესო კითხვა არის. მოკლედ რეგიონული განვითარების მთავარი მიზანი რატო არის აუცილებელი, რომ ეს ინდივიდუალურად ყველა
სახელმწიფომ ცალკე რაღაც სტრატეგიული დოკუმენტები შეიმუშაოს და განახორციელოს რეგიონული განვითარება. პირველ რიგში ალბათ იმით უნდა დავიწყოთ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოშიც სხვადასხვა ტერიტორიულ, ესე რომ ვთქვათ, დიდ ტერიტორიულ ერთეულებს გააჩნიათ სხვადასხვა განვითარების შესაძლებლობა და პოტენციალი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის განვითარება შეუძლებელი არის დიდი დისპროპორციის მქონე ტერიტორიულ ერთეულების განვითარებით. აქ მნიშვნელოვანია, რომ თანაბარი, ესე რომ ვთქვათ, შესაძლებლობა მიეცეს ყველას განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, რესურსები ვთქვით, რომ განსხვავებულია და ამ რესურსების განსხვავებულობიდან გამომდინარე შეიძლება განვითარების პოტენციალი სხვა იყოს, თუმცა ყველა რეგიონისთვის უნდა მოიძებნოს შესაბამისი განვითარების რაღაცა ის ნიშა, რომელიც საერთო წყვილს შეიტანს ქვეყნის განვითარებისთვის. რატო ხდება ესეთი მრავალდონიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავება? სწორედ იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების ყველა შტოს დაწყებული ცენტრალური ხელისუფლებიდან, რეგიონულ დონეზე არსებული ხელისუფლებიდან და თვითმმართველობიდან ყველამ თავის წვლილი უნდა შეიტანოს ამ რეგიონულ განვითარებაში. როგორც ეკონომიკურ კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად, ამიტომაც ხდება, რომ დაუშვათ ცენტრალური ხელისუფლება იღებს სწორედ სტრატეგიული დონის დოკუმენტს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში არ ეკითხება თუნდაც რეგიონულ დონეს ან ქვედა დონეს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეს. პირიქით, მათი მონაწილეობით, მათი ჩართულობით ხდება ამ დოკუმენტის შემუშავება და აქ ბუნებრივია ის პოლიტიკური ხედვებიც და განვითარების მიმართულებებიც ცენტრალური ხელისუფლების, ესე რომ ვთქვათ, ცენტრალური ხელისუფლება აცხადებს აი ამ დოკუმენტით, რომ 5-10 წლიანი პერსპექტივით რა არის ის პრიორიტეტები, რაშიც დაიხარჯება ფული, რაშიც უნდა დაიხარჯოს ფული რეგიონების განვითარებაში და ის ქმნის აი ამ ზოგად ჩარჩოს. ეს ქმნის ზოგად ჩარჩოს, ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, ხოლო ამის შემდგომ უკვე ქვედა დონის განვითარების პროგრამები იქნება ეს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის და უშუალოდ მუნიციპალური განვითარების გეგმები, ეს უკვე ბუნებრივია შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ამ სტრატეგიულ ხედვებთან. ეს სტრატეგიაც ამათი მონაწილეობით არის შექმნილი და თან ერთი მნიშვნელოვანი შენ ახსენე და ძალიან კარგია, ყველა რეგიონს გააჩნია რაღაცა თავისი რესურსები, ხო, თავისი პრიორიტეტები. ეს რეგიონებიც ევროპაში იქნება თუ საქართველოში იქნება, ჩვენს რომ ნახოთ, ხო, საქართველოს რეგიონები რა. ეს არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთეულები, რომელსაც სამეგრელოში სრულიად სხვა მეურნეობა იყო, სრულიად სხვა კულტურები იყო განვითარებული, სრულიად სხვა ვიდრე კახეთში, ვთქვათ, ხო, თაში სხვა, ბარში სხვა. ანუ ეს განსხვავებები არის ბუნებრივი. ალბათ აქედან გამოდის ის, რომ ყველა რეგიონი ამ თავისი განსხვავებულობიდან გამომდინარე ცდილობს შექმნას ეს განვითარების სტრატეგიები. რა თქმა უნდა. საქართველოში საუბედუროთ სტრატეგიები ფაქტობრივად ერთი მეორეს გავს და ერთი მიწერე. ხო, თუმცა მოდი ასე ვთქვათ, ეს მაინც პირველი ნაბიჯები იყო ეს ამ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების. ეხლა ჩვენ თუ გადავხედავთ და უშუალოდ 2000-იანების დასაწყისში არსებულ დოკუმენტებსა და დღეს არსებულ ამ განვითარების დოკუმენტებს შორის, რა თქმა უნდა, უკვე ხარისხობრივად იგრძნობა სხვაობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დღეს არსებული ეს განვითარების დოკუმენტები რამე იდეალურთან მიახლოებულია და კარგი დოკუმენტები. რა თქმა უნდა, ამის ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი არსებობს, გამომდინარე მარტივი რომ ვთქვათ, იგივე რეალური სტატისტიკური მონაცემების არსებობა, აი ადგილობრივ დონეზე, ქვედა დონეზე. ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა მუნიციპალიტეტების დონეზე და რეგიონის დონეზე. ხო, ეხლა ამ ბოლო პერიოდში დაიწყო მუნიციპალური სტატისტიკის, კი, დაიწყო, თუმცა ეს სტატისტიკა ხო, ანუ ეს ხო არ არის წელს არსებული მონაცემი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შე რაღაცა ტრენდი ან რაღაცა დაუშვათ დინამიკაში უნდა გქონდეს ამის შესაძლებლობა, რომ გაანალიზო და მე ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს ამ მონაცემების არარსებობის გამო პლუს ამას რა თქმა უნდა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იგივე კვალიფიკაციის არარსებობის გამო ეს განვითარების დოკუმენტები
არ არის იმ დონის, რა დონისაც უნდა იყოს და რასაც დაუშვათ ჩვენ ევროპის ქვეყნებში პრაქტიკაში ვხედავთ. ჩვენ არ აგვაქვს დონე, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების დონე, რომელსაც შეუძლია რეგიონული განვითარების დოკუმენტების შექმნას, იმიტომ რომ ჩვენი რეგიონი არც იურიდიული პირია, მას არც უფლებამოსილება აქვს რამე, არაფრის ხელშეკრულების დადებას კი არ შეუძლია. ამიტომ ამას ყველაფერს აკეთებს ცენტრალური ხელისუფლება. კი, გეთანხმები, რომ სამართლებრივად ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი სპეციფიკა გვაქვს ამ შემთხვევაში საქართველოს რო არ არის ასე რომ ვთქვათ რეგიონული ხელისუფლება ჩვენ რეალურად არ ყავს ის წარმოადგენს დაუშვათ თუ საუბრობთ სახელმწიფო რწმუნებულზე ის წარმოადგენს მთავრობას ამ კონკრეტულ მხარეში და იმ თვითმმართველ ერთეულებში რომელშიც და ის არ წარმოადგენს რეგიონს და ის არ წარმოადგენს რეგიონს ხო, სამართლებრივად ადგილობრივი სამართლებრივად მას არც დაუშვათ საკუთარი ბიუჯეტი, რესურსები არ გააჩნია, არც წარმომადგენლობითი ორგანო არ ყავს, შესაბამისად ის ვერ ჩაითვლება როგორც რეგიონული, ესე ვთქვათ, ხელისუფლება. ის არის მთავრობის წარმომადგენელი იმ მუნიციპალიტეტებში, რომელშიც არის. აი რო შევხედოთ, ჩვენთანაც რეგიონები არის აბსოლუტურად განსხვავებული მეურნეობის თვალსაზრისით. ხო, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა რეგიონმა იმუშაოს საკუთარი განვითარების კონცეფციაზე. ის რაც კახეთისთვის არის მნიშვნელოვანი, ის შეიძლება აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყოს გურიის რეგიონისთვის, რაჭა-ლეჩხუმისთვის. ეს განსხვავებები და ეს მრავალფეროვნება, რომელიც კარგი არის, რომ ჩვენ ქვეყანას გააქვს და ყველაფერს თავი გავანებოთ სოფლიოში, რაც ნაყოფიერი მიწების სახეობები არსებობს 70% გვაქვს საქართველოში, ხო? ანუ ევროპელები მიხვდნენ იმას, რომ ქვეყნის განვითარება ეს არ არის რაღაცა მთავრობაში დაწერილი ერთი დოკუმენტი, რომელიც ქვეშაც უნდა გასწორდეს ყველა. ისინი მიდიან, იმგზავდნენ, რომ რეგიონებს აძლევენ საშუალებას, რომ იაზრონ, იფიქრონ, ისე დაგეგმონ თავიანთი განვითარება და აი ამითი შეიტანონ წვლილი საერთო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და საქართველოში სამწუხაროდ ჯერჯერობით ამაზე არა ვარ და აი თვითონ ეს რო ვნახოთ, ხო, რეგიონული განვითარების კონცეფციები, მთავრობის განვითარების და შემდეგ მუნიციპალური. ყველას თავისი ადგილი აქვს, ხო? ყველა თავის ტერიტორიაზე მოქმედებს და ყველა აი ამ აი როგორი არის ამ დოკუმენტების ურთიერთქმედება, ურთიერთმიმართება. თქვენ გახსოვთ სწორედ იმის გამო რომ ჩვენ რეგიონულ დონეზე არ ყავს ესე იურიდიულ სამართლებრივად ერთადერთი ქვეყანა ვართ სხვადასხვა ევროპაში. კი ბატონო, საწყის ეტაპზე, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი იქნა მიღებული უკვე 2014 წელს, იქ რაღაცა ჩანასახის სახით გაჩნდა სამხარეო საკონსულტაციო საბჭო. ვინ არიან ესენი? ესენი არიან იგივე ამ ესე ვთქვათ ჩვენს შემთხვევაში სამხარეო დონეზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირები, როგორც მერი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე, აქ შედის სახელმწიფო რწმუნებული, მისი აპარატი და ასევე აქ გათვალისწინებული იყო ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობაც. სწორედ ამ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უნდა შეესრულებინა ერთგვარი ესე რომ ვთქვათ სკრინინგის, ანუ გაანალიზების ფუნქცია დაუშვათ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტსა, განვითარების დოკუმენტსა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტს შორის. რაც იმას გულისხმობს, რომ სწორედ ამ დონეზე განიხილებოდა კახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოში. იქ შემოვალი თელავის, ახმეტის და ყველა მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული დოკუმენტები რამდენად შესაბამისობაში მოდის სტრატეგიულ დოკუმენტთან და იმ სტრატეგიულ მიზნებთან, რომელიც ამ სტრატეგიის დოკუმენტში იყო განსაზღვრული. თავის მხრივ ამ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დაევალა აი ამაზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვითონ შეემუშავებინა სამხარეო განვითარების სტრატეგიები. რომელიც 2017-2022 წლებში თუ არ ვწდები თარიღები თუ არ მიცდება, მეშლება ყველა რეგიონს საქართველოში ჰქონდა ეს სტრატეგიული რეგიონის სტრატეგიის განვითარების დოკუმენტები. რაც მნიშვნელოვანი იყო ერთის მხრივ იმისთვის, რომ შემდგომში უკვე მუნიციპალიტეტი, როდესაც თუნდაც დამატებითი ფინანსური რესურსის მოთხოვნით ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავდა რეგფონდიდან თანხების გამოყოფაზე, აქ მნიშვნელოვანი იყო სწორედ რომ ის კონკრეტული პროექტი იქნებოდა პროგრამა თუ რაღაცა ინიციატივა შესაბამისობაში ყოფილიყო ამ სამხარეო ხო, აი ჩვენთან ეს ხიდვა არ არის, ჩვენ უყურებთ აი დაფინანსება რაზე მიდის, ხო?
რაღაცა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაღაცა პროგრამაზე, მაგრამ მთლიანობაში ეს თითოეული პროგრამა და პროექტი უნდა იყოს რაღაცა განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც აჩვენებს, ეს უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ აი დასახული მაქვს მიზნად მე ეს განვითარება, ამ გზით წასვლა და ეს პროექტი მეხმარება რაღაცა პრობლემის მოგვარებაში. როდესაც ეს განვითარების სტრატეგიები არ არსებობს, ხო ჩვენ ვიღებთ რომ პროექტი პროგრამა კეთდება, ოღონდ რამდენად ეს პროექტები და პროგრამები რამდენად ახდენს ზემოქმედებას მუნიციპალიტეტის თუ რეგიონების განვითარებაზე, ჩვენ ამის შეფასების ინსტრუმენტებიც არ აქვს. ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში იმის შეფასებაც არ შეგვიძლია, მაგალითად უთანაბრობის დონე ჩვენ რეგიონებს შორის, ხო? არანაირი, ასე ვთქვათ, შესწავლა ამისი არ მიმდინარეობს, არის რაღაცა ზოგადი წარმოდგენები, მაგალითად საშუალო ხელფასი რამდენია იქ, საშუალო ხელფასი რამდენია თბილისში ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ ზოგადად რეგიონული განვითარება, რეგიონები ჩვენთან როგორ არიან, რამდენად არათანაბრად არიან განვითარებული, ჩვენ ამის შესახებ ყველაფერს ვერ ვამბობთ. იმიტომ რომ ერთ-ერთი პრობლემა ზუსტად ეს არის. რითაც დავიწყეთ, რომ ერთის მხრივ მონაცემების არარსებობა, საწყისი წერტილი უნდა ვიცოდეთ, სად ვართ და მეორე, ბუნებრივია, როდესაც რაღაცა კონკრეტული პროექტის დაფინანსება ხდება, ან განხორციელება ხდება, ის უნდა შეფასდეს, რამდენად სწორედ იმ მიზნების მიღწევაში რა წვლილი შეაქვს, სწორედ ეს არის ის პროექტი თუ არა, ანუ ის პროგრამა, რომელიც სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის უნდა განხორციელდეს, ამას ცალკე, ესე ვთქვათ, შეფასება და დიდი ანალიზი სჭირდება, რომელიც ცდილობებიც იყო, დაიწყო, თუმცა არ ვიცი, რამდენად ბოლომდე არის, ესე ვთქვათ, პოტენციალი. ნახე, იქ რომ ეს პროგრამები კეთდება და პროექტები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა ინდიკატორები, რომელთაც უნდა შეფასდეს პროგრამის შესრულება. ამ ინდიკატორებმა უნდა გიჩვენონ ერთის მხრივ კონკრეტული პროექტი, პროგრამა შეესაბამება ამ სტრატეგიას და 5 წელი გავა თუ 7 წელი გააჩერა რამდენზე იქნება გათვლილი ეს პროგრამა. ამ ინდიკატორებმა უნდა გიჩვენონ რამდენად წარმატებული იყო ეს პროგრამა. მიზნები რამდენად საქართველოში ჩვენ არათუ ამის ინდიკატორები არ აქვს, უბრალოდ პროექტებს და პროგრამებს რომ ახორციელებთ, ისიც კი არ შეგვიძლია განსაზღვროთ, სტანდარტები არ აქვს დაწესებული, რომ შეესაბამება თუ არა ჩვენთან შესრულებული სამუშაოები რაიმე სტანდარტს საერთოდ. 50 ქვეყნის სტანდარტი გვაქვს ოფიციალურად დაშვებული. სხვადასხვა სამინისტრომ გამოაცხადა, ქართელი ირაკლი რო იყო ქართელაძე დაინახა ეს პრობლემა, თქო რაღაცა სტანდარტები ხალხმა უნდა შევიმუშაოთ, ხო? მაგრამ ეს სტანდარტებიც გაჩერდა. ეს სამუშაოებიც გაჩერდა. ხო, სამწუხაროდ არ ვიცი მე რა განვითარება იპოვა ყოველ შემთხვევაში ჩვენ მე სტატისტიკა ხო ჩვენ ეს დოკუმენტები მე საბოლოოდ არ გვინახავს და შუქზე არ გამოსულა. თუმცა ის აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ინდიკატორები არის მნიშვნელოვანი. და სწორედ ამ ინდიკატორებით უნდა ხდებოდეს. ხა თავის დროზე, როდესაც ეს სტრატეგიის დოკუმენტები შემუშავდა, ამ დოკუმენტებში მართალია სუსტად, მაგრამ ეს ინდიკატორებიც იყო ჩადებული შეფასებისთვის და მონიტორინგისთვის. საწყის ეტაპზე არსებობდა რაღაცა თუნდაც სამინისტროში ამის მექანიზმები და ხდებოდა გარკვეული ასე ვთქვათ ინფორმაციის მოგროვება, შედარება, შეფასება და შემდეგ. თუმცა მას შემდეგ რაც თვითონ ეს სტრატეგიები, რეგიონული განვითარების სტრატეგიები, რაც ასე ვთქვათ თავისი ვადა ამოწურა და იმის შემდგომ უკვე ახალი სტრატეგიები არ შექმნილა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი არ არსებობს რაღაცა ისეთი საერთო დოკუმენტი, რომელიც გვიჩვენებს რაღაცა კონკრეტულ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლის მიმართულებაც ჩვენ უნდა განვითაროთ. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საშუალოვადიანი დაგეგმა. ჩვენ არ გვაქვს გაკეთებული შეფასება 17 წლის შემდეგ, ხო, 8 წელი გავიდა. სად ვართ? აი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი. ეხლა არის აქ. რა მჭირდება მე განვითარებისათვის? რა არის ჩემი პრიორიტეტი და რა მინდა მივიღო 2022 წლისათვის სიტყვაზე, 2032 წლისათვის, ხო, სიტყვაზე. და შემდეგ თუ ეს არ ვიცი, მაშინ არ ვიცი იმ პროგრამას რომ ახორციელებ, საერთოდ საით მივდივარ, ხო? იმიტომ რომ მე უნდა მქონდეს ეს რომ აი ეს მდგომარეობა მაქვს დღეს 2032-ში მინდა მივახციო ამას და უკვე მე ვიწყებ ფიქს რა პროგრამები განვახორციელებ. და მე პროგრამებიდან გამომდინარე ვიწყებ უკვე რა პროექტები განვახორციელო იმ 2032 წელს მიზანს მივახციო. ეხლა ვინაიდან ეს სამიზნე მოცემულობა არ არსებობს, არაფერი არ მაქვს დათვლილი, არც ვიცი რა მინდა.
რას უნდა მივახციო, რა შედარს უნდა მივახციო. აქ შემოგვედავოს და გითხრას, რომ აი რა თუნდა ამ სტრატეგია გზა რო არ არის, გზა დასაგებია. წყალი რო არ არის, წყალი გასაკეთებელია, არ ვიცი, გარეგანათება გასაკეთებელია. კი ბატონო, გასაგებია რომ გასაკეთებელია და არავინ არ დაუგს ამაზე რომ გასაკეთებელია. თუმცა ეს სტრატეგია რატო არის მნიშვნელოვანი და რატო უნდა გაგვაჩნდეს? იმიტომ რომ ყველაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ. ამას რესურსები სჭირდება. და სწორედ ამ შეზღუდული რესურსების პირობებში მნიშვნელოვანია რომ სტრატეგიამ გიჩვენოს რომ აი კონკრეტულად დღეს სად ვართ და რა პრიორიტეტი გვაქვს, როგორ უნდა მივახციოთ და ამიტომაც არის ეს დოკუმენტები და რეგიონული პოლიტიკის განხორციელება. თან რაში არის საქმე? რეგიონებში საქმის კეთება არ ნიშნავს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროგრამების მოგვარებას. რეგიონული ინფრასტრუქტურის მოგვარება არის მხოლოდ და ნაწილი რეგიონული განვითარების. ეს უნდა იყოს ინსტრუმენტი იმ განვითარებისთვის. აი თუ კი მე ამას ინფრასტრუქტურას არ განვიხილავ როგორც განვითარების ინსტრუმენტად, ეს არის უბრალოდ ხარჯი, შეიძლება მნიშვნელოვანი ხარჯი, მაგრამ მე ვერ ვითვლი რა მოაქვს ამას. აი როდესაც მე ეს პრიორიტეტები არ მაქვს განსაზღვრული, ეს გზა უნდა გავაკეთოთ, ეს გზა უნდა გავაკეთოთ. ამის შეფასება რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ამის შეფასების საშუალებას მაძლევს მე სტრატეგიული დოკუმენტები, სადაც მიწერია, რომ მე უნდა განვანვითარო ამ მუნიციპალიტეტში ეს. შესაბამისად, რო ვიცი, რომ ამან მერე ხელი შეუწყოს დამატებით ეს გზა უნდა გავაკეთო, იმისათვის, რომ აი ამ პრიორიტეტმა, ანუ გეგმაზომიერი განვითარება ხდება და მე ვიცი საითკენ მივდივარ. ეხლა ეს ყველაფერი მოიშალა სამწუხაროდ, არც ადრე იყო აწყობილი, მაგრამ ვიწყებდით რაღაცა სამიმართულების ზიაროს, ახლა ყველაფერი გაჩერებული. ამიტომ შესაბამისად ვიღებთ აი ამ მდგომარეობას, როდესაც ფული იყრება, იდება რეგიონებში, საკმაოდ დიდი ფული მიდის, მაგრამ ვატყობთ იმას, რომ განვითარება არ ხდება. იმიტომ რომ აი ამ განვითარების რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, ამას უნდა მეუბნებოდეს ეს დოკუმენტები, ეს უნდა სწავლობდეს მე მინახავს დოკუმენტები აი ესე ცენტრალიზებულად ახლა გააკეთეს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დოკუმენტი, რომელშიც ძირითადი ბუნებრივი რესურსი, რომელიც იყო იმ რეგიონში, უბრალოდ ვინც დაწერა არ იცოდა იმათ. რომ ამისი გამოყენებით შესაძლებელია მოგება მიიღოს მუნიციპალიტეტს და მთავრობამაც და აი ეხლა ცოტა ქვევით რომ გადავიდეთ, ხო სოფლის განვითარების პროგრამები. რომელშიც 10 წლის განმავლობაში სადღაც ალბათ თითქმის მილიარდამდე არის დახარჯული. აი გეტყვით ჩემი სოფლის მაგალითზე, ხო? საუბრობდით სანამ გადაცემას დავიწყებდით. 5 სოფელი შედის, ცოტა ხალხი ცხოვრობს, 10,000 არის გამოყოფილი. შევიკრიფებით ამის გაკეთება გვინდა, იმის გაკეთება გვინდა, საბოლოო ჯამში არაფერს არ ყოფნის, რავშვებით გზა მოუხრეშოთ. მოუხრეშავთ გზას. წამოვა წვიმა ამ გზას ჩარიცხავს. ყოველ წელს კეთდება ერთი და იგივე, ერთი თვით რაღაცა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ საბოლოო ჯამში 800 აი ამ 10 წლის განმავლობაში რაც აუზის მოხრეშვაში დაიხარჯა, ეს ფული ხო წყალში არის გადახრილი. იმიტომ რომ არ აგვაქვს აი ეს განვითარების სტრატეგიები, რომლის ნაწილია მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარება, სოფელში რა უნდა გაკეთდეს და აი ასე ვართ ჩაკეტილები ამ შემთხვევაში. შენ ერთ-ერთ სათავეში იყავი ამ სოფლის პროგრამიდან, რა იყო ჩაფიქრებული და რა მივიღეთ? ხო. რა გამოვიწერეთ და რა მივიღეთ? რა ჩამოგვივიდა, ხო? მოკლედ ბუნებრივია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტად მოიაზრებოდა მოქალაქეთა ჩართულობის და მონაწილეობის ადგილობრივ დონეზე. მე მაინც მიუხედავად თქვენ რა თქმა უნდა ახსენეთ, რომ კი საბოლოო ჯამში იქ რაღაცა წყალმა წაიღო იგივე ის მოხრეშილი გზა და ეს ძალიან ცუდია. თუმცა მეორეს მხრივ არ ვიცი მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტად და ინსტრუმენტისთვის რაღაცა ეს თუნდაც ესეთი მცირე. სწორედ ამიტომაც იყო რომ განსხვავდებოდა იგივე რეგიონული განვითარების ფონდი, რომელიც უფრო მსხვილი კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყოფა მუნიციპალიტეტისთვის და დაუშვათ სოფლის მხარდაჭერის პროგრამები. რა თქმა უნდა, ეგ ძალიან არ არის საკმარისი ის რესურსი, რომ იქ კონკრეტულ სოფელს
მოსახლეობამ და უშუალოდ თავის საჭიროებების მოგვარებისთვის გამოიყენოს და საკმარისი არ არის. თუმცა აქაც გარკვეული ცვლილებები ალბათ შეიძლება ეხლაც განხორციელდეს, გარკვეული ცვლილებები შეტანილი იქნა. ეხლაც პროექტი რო დაიწყო, ბიუჯეტი იყო 12 მილიარდი ქვეყნის. ეხლა არის 30 მილიარდი. ეს არ გაზრდილა, არ იზრდება. 80 მილიონი, 50 იყო ერთხელ გაიზარდა 80 მილიონი, მიუხედავად იმისა, რომ სოფლების რაოდენობა არ მცირდება, ხო? არ მცირდება, არა, შემცირება არ აქვს ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ ვიცით, ეხლა ბოლო აღწერა რა შედეგებს დადებს, თუმცა არ მგონია რომ რადიკალური ცვლილებები იყოს. ხო, ერთის მხრივ რესურსების გაზრდა არის შესაძლებელი, ან მეორეს მხრივ კონსოლიდაცია ამ რესურსების და რაღაცა ცოტა განსხვავებულად და უშუალოდ რამოდენიმე სოფლის შეთანხმებით და აქაც მნიშვნელოვანი არის სწორედ მონაწილეობითი პროცესი, რომ მოქალაქეებთან კონსულტაციით, მათი ჩართულობით უნდა იქნეს ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ დაუშვათ რამოდენიმე სოფლის რესურსი. ჩართულობა ნელ-ნელა კლებულობს იქიდან გამომდინარე, რომ გლეხი ხდება, ის არის ძალიან პრაგმატული რა. ის თუ ხდება იმას, რომ მისი ჩართულობით არაფერი არ წყდება, მაინც არაფერი იცლება, მაშინ ბოდიშა ლაყაფის გუნდისთვის ის არ დადგება იმ კრებაზე და არ დაუწყებს ახლა მერს და იქ დეპუტატს საქმის გარჩევას და რაღაცეების მოთხოვნას. იცის რომ არ არის ეს ფული. ამიტომ ჩართულობა არის მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ რეალურად მისი ჩართულობა რაღაცას ხვდებს. მე ხა სუყვები ამ ისტორიას, ხო? აი სურამში ახალგაზრდული პროექტები გავაკეთეთ, თქვენი დაფინანსება იყო. და კენჭი გადავწყვიტეთ რომ როგორ უნდა გაკეთოთ კენჭისყრით რა. და უბრალოდ ხალხო ბიულეტენები არ გვაყოფა და დამბეჭდეთ არ ჯეროდათ. და ზამთარში აი შვილებით, თოთობავშვებით იდგნენ რიგში რომ ხმა მიეცათ იმ პროექტისთვის რომელიც მოწო იმდენად დიდი აქტივობა იყო 70%-ზე მეტი. იმდა როგორც კი დაინახეს ადამიანებმა რომ აი მართლა შეიძლება რაღაცა გაკეთდეს ეგრევე ეს ჩართულობა გაიზარდა და ეხლა თუ ხედავს ადამიანს რომ მაინც თუ ვიცი რომ ახლა ვილაპარაკებ და ბოლოს აღმოჩნდება რომ ეს 2500 ლარი ჩემსოფლზე რობოდის მაინც გზის მოხრეშვრას უნდა მოხმარდეს და რაღაცზე ავიტკიებ აუტკივარ თავს რა. ეხლა აბსოლუტურად გეთანხმები მესმის რასაც ამბობ, უბრალოდ აქ თავის დროზე ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და ეხლა თქვენ ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ სურამის, როდესაც აი ესეთი დიდი ინტერესი და ჩართულობა იყო მოქალაქეების. ეს უნდა გამხდარიყო საბოლოო ჯამში იმის საფუძველი, რომ მუნიციპალიტეტს უკვე სხვა პროექტების დაგეგმვის შემთხვევაშიც სწორედ ამ მოქალაქეთა ინტერესები და მათი ჩართულობით მომხდარიყო იგივე ამ პროექტების შემუშავება. ანუ რაღაცა ეს ამ თოთარ პროექტი აღარ გაკეთდა, მე მიუხედავად იმისა, რომ იყო დაპირება, იციშეც კარგად, რომ გამარჯვებული პროექტი განხორციელდებოდა, მე აღარ გაკეთდა ეს პროექტი, ცენტრალურ ხელისუფლებამ აღარ გამოყვა მისი ფული. ანუ მე ვხედავ იმასაც, რომ ეს ჩართულობა ბევრს აშინებს. რაც სამწუხაროა პირიქით. ბევრს აშინებს, იმიტომ რომ ურჩევნიათ, რომ ბიუროკრატია მიიღოს თავად გადაწყვეტილება, თუმცა ხა მაშინ მერი მოვიდა და მერი მოვიდა და თქვა, რომ აი პროექტები, რომელიც გაკეთა იქიდან სამი პროექტი, ესეთი პროექტი იყო, ამას ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გამიკეთებდაო რა. ახალგაზრდა მოიფიქრეს, გააკეთეს, რითი შეიძლება შევცვალო რა. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მომენტი ჩემი აზრით, რომ ჩვენ ბიუროკრატია, ჩვენ პოლიტიკურ ეს მარტო ხელისუფლებას არ ეხება ამ შემთხვევაში, ეს ეხება პოლიტიკურ კლასს. არ მინდა ესე გაიგოს რომ შიში აქვს ამ ჩართულობის. აი ადამიანებს ზედმეტი თუ შეეკითხებერე, ამას კიდე რაღაცა პასუხისმგებლობები მოყვება, მე რო ჩაერთვება, მე ის მოგთხოვს რატო არ გაკეთდა. მე ის პასუხს მოგთხოვს რომ გააკონტროლებს როგორ კეთდება, ხო? შემთხვევები იყო აჭარაში პროექტი გაკეთდა, ადამიანები მიდიოდნენ და რო გამოდიოდა ცემენტი დატვირთული მანქანა, ბეტონი დატვირთული მანქანა, საბურავ ზომავდნენ, რომ უარ დააკლეს, რომ წონა ყოფილიყო. ანუ ეს სღაპარი და ეს მითი, რომ ქართულებს არაფერი არ გვაინტერესებს და არაფერს მონაწილეობას არ მიიღოს, არის სრული ტყუილი, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებით ვიცი ეს და ვნახე როგორ არის ჩართულობა მაღალი, როდესაც მონაწილეობენ. როდესაც იციან, რომ მათი გადამწყვეტია მათი სიტყვა. რა თქმა უნდა. და ეხლა სწორედ სოფლიო პრაქტიკა მაჩვენა, რომ ამაზე უფრო ეფექტური გზა იგივე პროექტის იქნება, პროგრამის იქნება თუ ამ შემდეგ განხორციელების არ არსებობს თუ
რომ არა მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა. რაც არ უნდა აუდიტი, რაც არ უნდა ზედამხედველი, რაც არ უნდა არ ვიცი ზევიდან ვიღაცა კურატორი დაუნიშნო ამ საქმეს, თუ მოქალაქეთა მონაწილეობა არ არის, ისეთი ეფექტური ვერ იქნება. მაშინ როდესაც მოქალაქეთა მონაწილეობა არის, პროექტის იდეა არის მოქალაქეს მდგომარეობა გააუმჯობესოს. მოქალაქეს თუ კითხე, რა თქმა უნდა, იმან ყველაზე უფრო იცის. ერთი, მეორე უკვე მიღებულ გადაწყვეტილების კონტროლსაც განახორციელებს ეფექტურად, იმიტომ რომ მისთვის კეთდება, მისი რაღაცა კონკრეტული პრობლემა თუ საჭიროება უნდა იქნეს მოგვარებული და შესაბამისად ის ბოლომდე მიყვება, რომ ხარისხი იქნება თუ შემდეგ ეს იქნეს სახელმწიფოთან ხაზობრო ეფექტურად იხარჯება. ზოგადად იმიტომ ითვლება, რომ ჩართულობით და მithumetet ჩართულობით დახარჯული ფული ორჯერ სამჯერ უფრო ეფექტური არის ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დახარჯული თანხები. რა თქმა უნდა. და სწორედ ეს იყო ამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თავდაპირველი, ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყო მოქალაქეთა მონაწილეობის. დიდი მადლობა უთარ. პირიქით. დიდი მადლობა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პოდკასტების სერიალს და მომავალში შეგაწუხებთ საინტერესო თემებზე. სიამოვნებით. წარმატებებს გისურვებთ.